მათ ჯერ არაფერი არ იციან, რა ელოდებათ წინ. ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით ქართულმა მედია ჯგუფმა პროექტის დასკვნითი ვორქშოპი გამართა, რომლის მთავარი თემა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების გზები იყო. სიმულაციური და პრაქტიკული აქტივობებით მონაწილეებმა შეისწავლეს, როგორ უნდა ამოიცნონ პროფესიულ საქმიანობაში არსებული საფრთხეები და როგორ შეაფასონ მათი გავლენა. მშვენიერი მედიატორი გამოვიდა და მადლობა ორგანიზაციას GMG-ს და იმისთვის რომ აი რაღაცა შეკრიბა კოლეგები ამოვედით ჩვენს ისტორიულ მიწაზე ვერეს ციხესთან და აქ ვისაუბრეთ ძალიან გახსნილად, ძალიან საჯაროდ თუ შეიძლება ითქვას იმ პრობლემებზე, რაც არასამთავრობო სექტორს და მედიას აწუხებს და დავფიქრდით, რაღაცას ვაანალიზებთ და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობთ. რაც შეეხება დაკვირვების პროცესს, პატარა ლეგენდა, პატარა სცენარი, ისე რომ არ იცოდნენ მონაწილეებმა რაღაცა პატარა ლეგენდა შეიქმნა, როგორ შეიძლება უსაფრთხოდ არ იყო თუნდაც ველურ ბუნებაში. ერთი შემთხვევითი ადამიანი შეიძლება ჩვენს სიახლოვეს წარმოადგენდეს საფრთხეს. და ორი ახალგაზრდა ამ ლეგენდის მიხედვით ჩვენს გარშემო ტრიალებდა სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებით, მობილური ტელეფონებით, მიკროფონებით, რომელიც ჩვენს შორი ახლოს დაყარეს და ფოტოაპარატებით. ხო, ეს ჟურნალისტიკაში ისწავლება განსაკუთრებით ფიზიკური უსაფრთხოების და ციფრული უსაფრთხოების მიმართულებით. ამიტომ კი, იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას, რაღაცებს შეამჩნიეს, რაღაცებს საერთოდ მიიჩნიეს, მაგრამ ესეთი საერთო სიტუაციები შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში ყოველ ფეხის ნაბიჯს შეხვდეს, ამიტომ აი ეს სცენარიც, ეს პატარა ტრენინგი, ვორქშოპის მსგავსი აი ეს მოქმედებებიც, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელია და არა მარტო ჟურნალისტებმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიაქციოს ყურადღება მის გარშემო არსებულ გარემოს. ქონდა ლეგენდა შემუშავებული, რომლის მიხედვითაც მე ვიყავი თითქოს ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი და მათთან მოვდიოდი სამომავლო პროექტებზე მოსალაპარაკებლად. გვაინტერესებდა რა ინფორმაციას გაგვიზიარებდნენ, რამდენს გაგვიზიარებდნენ და ასევე უცხო ადამიანების თანდასწრებით თუ მოერიდებოდნენ ამ ყველაფერზე საუბარს. ასევე გვყავდა წამოყვანილი ჩვენი მეგობრები, რომლებსაც ისინი არ იცნობდნენ, აქვე ახლოს დაბანაკებულები და ლეგენდა იყო ასეთი შემუშავებული, რომ ვითომ ისინი იყვნენ წამოსული სალაშქროდ და მონაწილეებს უღებდნენ ფარულად ფოტოებს და მიმდინარეობდა აუდიო ჩაწერა. გვაინტერესებდა მიხვდებოდნენ თუ არა ამ ყველაფერს და შედეგად მივიღეთ ის, რომ რაღაც საეჭვო მომენტები კი დააფიქსირეს, თუმცა უფრო ამაზე არის კიდევ სამუშაო სამომავლოდ და აღნიშნულ გამოცდილებას მომავალში გაითვალისწინებენ ისინი და უფრო ფრთხილად იქნებიან თუნდაც პერსონალური ინფორმაციის გაზიარების მომენტში. ძალიან სასიამოვნო რაღაცები მოვისმინე. ჯერ ერთი რომ ქალაქიდან გასვლა ძალიან კარგი იყო, მით უმეტეს თანამოაზრეებთან ერთად და იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გავატარეთ ეს კურსის ხანგრძლივობა, რაც იყო ეს პერიოდი და საინტერესო საუბრები გქონდა და რა თქმა, მაგრამ ნუ რაც აქ მოხდა, იმას საერთოდ შთაბეჭდილება მოხდინა ჩვენზე, და ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს საფრთხის ქვეშ, ისე რომ ვერ აცნობიერებდე, ანუ ადამიანები ისე ისმედნენ შენს პირად საუბრებს და ისე იჭრებოდნენ შენს პირად სივრცეში, რომ ამაზე წარმოდგენა არ გქონდეს და მართლა დავინახე, რომ ეს შესაძლებელია. ყოველთვის ვამბობდი და ვიცოდით და ყველამ ვიცით, რომ ეს მოსმენები არის, ხდება და ძალიან მარტივია დღეს, რომ ვიღაცას ანუ შენი საუბრები მოისმინონ, მაგრამ აი ასეთი მარტივი თუ ყოფილა და თურმე ასეთი დაკვირვება თუ ყოფილა საჭირო, მართლა ვერ წარმოვიდგენ. დღემდე დღიდან დამახსოვრდება ეს კარავი, რომელიც საერთოდ მართლა არ წარმოვიდგინა თუ ასეთი სიურპრიზი მოხდებოდა და ჩვენთვის იქნებოდა ახლობლები აღმოჩნდებოდნენ ჩვენი ახლობლები და ამის შემდეგ უფრო ყურადღებით ვიქნები.
ჩართული რო გაქვს ტელეფონი გათიშული, როცა არ გაქვს სხვა აპები, იქნება და რომელიმე აპიდან ცდომა აქვს შენ ხმაზე ან შენს გამოსახულებაზე. ხო, ეს მუდმივი პროცესებია, რაც ჩვენს ცხოვრებაში დაიწყო ცოტა ხნის წინ და მე მგონი კიდევ და კიდევ გაღრმავდება, იმიტომ რომ ეს AI ძალიან ბევრ შესაძლებლობას იძლევა და ის რას ამბობს ადამიანი, რა საუბრობს იმ თქვათ სამეგობრო წრეშიც კი იყოს, შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი ისეთი უწყებებისთვის, რაც თქვათ ჩვენ არ მოგვინდებოდა, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამიტომ ადამიანებს რაღაცნაირად უწევთ ეს ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ იყვნენ დაცულები და იგრძნონ თავი უსაფრთხოდ ამ ციფრულ გარემოში და როგორ შეიძლება ეს გააკეთონ, რა ტექნიკური შესაძლებლობები, რა ინსტრუმენტები არსებობს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს, ამის თაობაზე ალბათ სკოლებშიც უნდა ისწავლებოდეს და მასობრივი ხასიათი უნდა ქონდეს განათლების მიღებას ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ჩვენი ცხოვრების ალბათ განუყოფელი ნაწილი იქნება ძალიან ახლო მომავალში. ნიშნავენია, რომ ასეთ ვითარებაში, რაც დღეს ქვეყანაში ხორციელდება და მიდის შემზღუდავი კანონები და რეპრესიები მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ განსხვავებული გარემო შეგვეთავაზებინა ამ ადამიანებისთვის, ერთის მხრივ რომ რაღაც განწვრთვა მოგვეწყო და მეორეს მხრივ გვემსჯელა, გულახდილად და გვესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. თუმცა პარალელურად ამ ყველაფრის ფონზე მათ დღევანდელი ჩვენი ვორქშოპით შევახსენეთ, რომ არ უნდა დარჩეთ ყურადღების მიღმა უსაფრთხოების ზომები და პატარა ლეგენდა მოვაწყეთ, რომლის შედეგადაც ვფიქრობ, რომ დღეიდან უკვე ის ადამიანები, რომლებიც პირველად ესწრებოდნენ ასეთ პროცესს, როდესაც ისინი გარკვეულ როლში იმყოფებიან, დღევანდელი შემდეგ უფრო ფხიზლად იქნებიან და აუცილებელია, რომ მით უმეტეს ჩვენ რეგიონში ეს უსაფრთხოების ზომები იყოს გათვალისწინებული და განსაკუთრებით ჟურნალისტებმა უფრო მეტ დეტალს მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ჩვენ გავდივართ სამუშაოდ ველზე, ან ვესაუბრებით ადამიანებს ისევ და ისევ მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე.